ოპერაში დაპირისპირება გრძელდება სამხატვრო ხელმძღვანელი ღია წერილით კულტურის მინისტრს მიმართავს. ესპანეთის ინტერპოლმა საქართველოს მიერ ძებნილი პირი მადრიდში დააკავა. ავღანეთში დაღუპულებს გლოვობენ გარდაცვლილთა რიცხვმა 80-ს მიაღწია. მოგესალმებით, მუშაობას იწყებს პირველი არხის საინფორმაციო სამსახური. ახალ ამბებს 12 საათისთვის თამარ ფიროსმანიშვილი გაგაცნობთ. ოპერისა და ბალეტის თეატრში არსებულ დაპირისპირებას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვრცელი წერილით ეხმაურება. დასის ბრალდებებს და პრეტენზიებს დავით კინწურაშვილი დეტალურად პასუხობს 9 გვერდიან წერილში, რომლითაც ის კულტურის მინისტრს მიმართავს. სამხატვრო ხელმძღვანელი უარყოფს ბრალდებებს როგორც ნეპოტიზმის, ისე რეპერტუარის არასათანადო შერჩევის შესახებ. როგორც წერილშია ნათქვამი კინწურაშვილისთვის, ასევე გაუგებარია რას უწოდებენ დასის წევრები თეატრის არასწორ მართვას. დასასრულს დავით კინწურაშვილი ოპერის თეატრში საერთო კრების მოწვევის ინიციატივით გამოდის. კულტურის მინისტრს კი დასის წევრების პრეტენზიებთან ერთად მის მიერ წერილში მოყვანილი არგუმენტების გაცნობას თხოვს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეამოწმებს, არის თუ არა თეატრის დასის რეკომენდაცია დასაბუთებული და არგუმენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, გონივრული იქნება კანონის მოთხოვნათა დაცვით, დასისა და შემოქმედებითი კოლექტივის სრული შემადგენლობის, მათ შორის საბალეტო დასის მოწვევის საფუძველზე. გაიმართოს საერთო კრება, სადაც თანამშრომლებს საშუალება ექნებათ მხოლოდ და მხოლოდ ფარული კენჭისყრით გამოხატონ საკუთარი პოზიცია დავით კინწურაშვილის მიმართ. მე ხომ ფარული კენჭისყრით ამირჩიეს. მხოლოდ დავამატებ, რომ მე სათანადო პატივს მივაგებ თეატრის კოლექტივის უმრავლესობისა და ზემდგომი ორგანოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს ოპერის შემოქმედებითი გუნდი უპირისპირდება და მის გადადგომას უკვე დიდი ხანია ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში დასი პერმანენტული აქციებითაც იმუქრება. ესპანეთის ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა. 1980 წელს დაბადებული არჩილ გ 2008 წლიდან საერთაშორისო ძებნაშია. ის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაშია. ბრალდებული დაკავებული ექსტრადირებულია საქართველოში. განვახორციელეთ ჩვენ მიერ 2008 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირის ექსტრადირება, რომელიც ესპანეთის ინტერპოლმა ქალაქ მადრიდში დააკავა. დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა გადაზიდვის ბრალდების სამართალ დამცავებმა 1985 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ჩხრეკისას პოლიცია მეჭვმიტანილის ხელჩანთიდან 14 ამპულო ნარკოტიკული საშუალება მორფინი მოიღო. ნარკოლოგიური შებოწმებისას კი დაკავებულს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დაკავებულის ხელჩანთის ჩხრეკისას 14 ამპულა მორფინი ამოვიღეთ. ნარკოლოგიური შემოწმებისას დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. სამეგრელოს რეგიონში ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატების კანდიდატების ვინაობა ცნობილია. პარტია ზუგდიდში მერაბ ქვარაია წარმოადგენს. მაჟორიტარობის კანდიდატა კი ედიშერ თოლორაია დასახელდა. მარტვილისა და აბაშის პრობლემების მოგვარებას შეეცდება სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. ხობში კი მაჟორიტარობისთვის გოდერ ძიბუკია იბრძოლებს. ზუგდიდში თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს პრემიერმა რეგიონის ყველა კანდიდატი წარუდგინა. ჩვენ წარვადგინეთ ზუსტად ის კანდიდატები, რომლებსაც ყველაფერი ამის თაობაზე აქვს ჩამოყალიბებული მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა. ისინი იქნებიან გამომხატველები, მეგრელების ხმის საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობითი ორგანოში, საქართველოს პარლამენტში. მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში თითოეული ჩვენი გუნდის წევრისა, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რესურსი, რომელიც არის მობილიზებული, მოხმარდეს ხალხს იმ სიკეთისთვის, რომელსაც ჩვენ გეგმავთ. რეგიონების განვითარების გეგმა გააცნო გიორგი ვაშაძემ ოზურგეთის მოსახლეობას. სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს ლიდერმა ადგილობრივებს ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატით წარუდგინა და პარტიის გეგმებზეც ისაუბრა. რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ვაშაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ვორჯომში, ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში პარტია ჩვენი სამშობლოს ოფისები გაიხსნა. პარტიის თავმჯდომარე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ზვიად ჩიტიშვილია. ის მოსახლეობას რუსეთთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობს აქ და ჩვენ პარტიაში ზუსტად სომეხიც არის გაერთიანებული, აზერბაიჯანიც არის გაერთიანებული, ოსიც არის გაერთიანებული და აფხაზიც და რუსიც. ჩვენ ერთად გავომუშავეთ ეს პროგრამა და გვინდა რომ ეს პროგრამა მივიყვანოთ ბოლომდე.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 80-ს მიაღწია. დაშავებულია 230 ადამიანი. ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ეგრეთ წოდებულმა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. გაეროს ავღანეთის მისიამ თავდასხმას სამხედრო დანაშაულად შეაფასა. თურქეთის ხელისუფლებამ ფეთულა გიულენის ეგრეთ წოდებული მარჯვენა ხელი ჰალის ჰანჯი დააპატიმრა. გავრცელებული ინფორმაციით ჰალის ჰანჯი თურქეთის ტერიტორიაზე სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე 2 დღით ადრე შევიდა. სამართალდამცავებმა ერზრუმში ფეთულა გიულენის ნათესავით დააპატიმრეს და ანკარაში გადაიყვანეს. სწორედ ფეთულა გიულენის მოიაზრებს პრეზიდენტი ერდოღანის სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან. პრეზიდენტის პოლიტიკური ოპონენტი უკვე 16 წელია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ამბოხში მონაწილეობას უარყოფს. მიუნხენში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საფრანგეთში ეიფელის კოშკი სიმბოლურად გერმანიის დროშის ფერებში განათდა. თავდასხმა სავაჭრო ცენტრსა და მაკდონალდსის რესტორნებთან ირანული წარმოშობის ფსიქიური პრობლემების მქონე ახალგაზრდამ განახორციელა, რომელიც სკოლაში ეგრეთ წოდებული ბულინგის მსხვერპლი იყო. სამართალდამცავების განცხადებით მასობრივი მკვლელობების იდეით შეპყრობილმა შურისძიების მიზნით ყოფილი თანაკლასელები მაკდონალდსის რესტორანში უფასო მენიუზე სოციალური ქსელის ყალბი ანგარიშიდან დაპატიჟა, თუმცა მის შეთავაზებას არავინ გამოხმაურებია. მან ცეცხლი მოქალაქეებს გაუხსნა, შედეგად დაიღუპა 9 და დაშავდა 27 ადამიანი. ჩინეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა. 111 კი ამ დრომდე უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება. მასშტაბურმა სტიქიამ მთლიანად განადგურა 53,000 საცხოვრებელი სახლი. განხორციელდა 200,000-მდე ადამიანის ევაკუაცია. წყალდიდობით მიყენებული ზარალი $3 მილიარდ აღწევს. კალიფორნიის შტატში კი ტყის მასივებზე გავრცელებული მასშტაბური ხანძრის გამო ასობით ადგილობრივი მოსახლე იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. ხელისუფლების განცხადებით ცეცხლი ძალიან სწრაფად ვრცელდება. ევაკუაცია ასევე განხორციელდა ეროვნული პარკიდან, საიდანაც 400-მდე ეგზოტიკური ცხოველი, მათ შორის ბენგალური ვეფხვი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ხანძრის ჩაქრობას ადგილზე მობილიზებული ასობით მეხანძრე ცდილობს. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სპეცტექნიკა და ავიაციაც. 65 დევნილ ოჯახს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა. თითოეულმა 500 ევროს ღირებულების საქონელი მიიღო. ეს არის სხვადასხვა ტიპის ინვენტარი, საკერავი მანქანები, ტექნიკა სილამაზის სალონისთვის, დანადგარები ავტოსახელოსნოსთვის. ქუთაისის და წყალტუბოს ახალ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილებისთვის ინვენტარის გადაცემის ღონისძიებას დევნილთა და გასახლების მინისტრიც დაესწრო. 400 ოჯახი თავად არ არის ცოტა და პარალელურად ეს ერთ-ერთი ჩვენი სტრატეგია სამინისტროსთვის დონორებისაც არის ის, რომ დევნილები თავისი ცხოვრების დონით დაუყოვნდნენ ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობას და შეუძლებლობა ეს გულისხმობს თავისი პროექტების გაგრძელებას. კახეთის მუნიციპალიტეტში დახურული სარწყავი ქსელი მოეწყო. შედეგად შესაძლებელი გახდება 500 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა. დედოფლის წყაროს, საგარეჯოს და სიღნაღის 7 სოფლის წყლით მომარაგების პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს საქართველოს მელიორაციამ განახორციელა. 2012 წლიდან დღემდე კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 პროექტია განხორციელებული. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის მიერ განხორციელდა დედოფლის წყაროს, საგარეჯოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში 5 კილომეტრამდე დახურული სარწყავი ქსელის მოწყობის სამუშაოები. შედეგად აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 7 სოფელი და ახლავე 500 ჰექტარამდე ტერიტორია მობილური მელიორაციის საშუალებით იქნება გასარწყავებული. კახეთის გზატკეცილზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი მილი ოლიმპიურ სოფელს თბილისის ცენტრალურ კოლექტორთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში სამგორის რაიონში თანამედროვე სტანდარტების საკანალიზაციო სისტემა იქმნება. სამუშაოები თბილისის ვიცე-მერმა მერთან ერთად კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს. ეს არის უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გზის გადაწყვის გარეშე მიწისქვეშა კომუნიკაციამ გაიაროს გზის ნიშნულიდან 6 მეტრის სიღრმეში, ისე რომ გზა არ დაზიანდეს. აქ კეთდება ძალიან სერიოზული მაგისტრალური სადენი, სადაც გაივლის წყლები.
განათლების მინისტრმა აუდიტორია 115-ის მოთხოვნაზე უნივერსიტეტებში თვითმმართველობის გაუქმებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს პროექტი, რომელიც ამჟამინდელი თვითმმართველობის ცვლილებას ისახავს მიზნად, თუმცა მან დასძინა, რომ აუდიტორია 115 სტუდენტების ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღო მოლაპარაკებების პროცესში. ჯეჯელავამ განათლების ყოფილ მინისტრზეც ისაუბრა. მისი თქმით, თამარ სანიკიძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ჩაუდგება სათავეში. ეს განცხადებები განათლების მინისტრმა დღეს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის გახსნაზე გააკეთა. გაუქმებაზე არ ყოფილა საუბარი იყო ფორმის დახვეწაზე და განვითარებაზე, იმიტომ რომ სტუდენტების მონაწილეობა უნივერსიტეტის მართვაში ცხადია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. გუშინ მე და ქალბატონი თამარი საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, ლაპარაკია ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრზე, რომელიც არის განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყება, მთლიანად განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყება. ქალბატონი თამარი ჩაუდგება სათავეში. მომე 12 საათზე ამით დასრულებულია, მე ზუსტად 4-მდე გემშვიდობები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.